7 ნოემბრისა და ტელეიმედში შეჭრის საქმეზე წინა სასამართლოს ხდომა 22 სექტემბერს 12 საათზე ჩაინიშნა. აღნიშნული თარიღი მოსამართლე გიორგი გოგინაშვილმა დღეს საქალაქო სასამართლოში გამართულ პროცესზე გამოაცხადა. პროცესი ხმაურით დაიწყო, რადგან ვანო მერაბიშვილმა დააყენა შუამდგომლობა მოსამართლის აცილებასთან დაკავშირებით. მან მოსამართლე გიორგი გოგინაშვილს უსირცხვილო და უნამუსო მოსამართლის სიმბოლო უწოდა. დაცვის მხარე მიიჩნევს, რომ ეს მოსამართლე ვერ იქნება ობიექტური, რადგან 4 ივლისს უგულავას დაკავების გადაწყვეტილება სწორედ მან მიიღო. დღესვე პროცესზე პოლიტიკური განცხადებები გააკეთეს ვანო მერაბიშვილმა და გიგი უგულავამ. პროკურატურას ამ შემთხვევაში ძალიან უჭირს, პროკურატურას და სასამართლოს დღეს არ იხილება მნიშვნელოვანი საკითხი, ასევე ვინ იქნებოდა, მაგას მნიშვნელობა არ აქვს. თუმცა მე როდესაც საპატრიოტო შემთხვევით ვთვალე მოკარე იმ პროცესს, რომლის გაგრძელებას დღეს არის გულისხმობ საქართველოს პრეზიდენტის მიმართ აღკვეთილობრივი საკითხს, სიმბოლურია, რომ ერთი კრივისი დედოფლის წყაროდა გადმოსამართლებულმა მოსამართლემ განიხილა, მაგრამ უფრო მეტად სიმბოლურია ჩემთვის ის, რომ მოცარტის გასვენებას გავდა კაცოშვილი არ იყო ისე ფაქტობრივად გვიან და ესე მოუმზადებლად იყო დაგეგმილი ეს ყველაფერი. ასეთი იგნორირება დასავლური საზოგადოების არის არ მომხდარა საქართველოს ჯარასთან. ჩვენ არ დამოკიდებული არცერთი პოლიტიკური ჩვენი ოპონენტი. არა იმიტომ რომ ისინი არასწორად არის, არა იმიტომ რომ მართლმადიდებელი სამართლებრივი აქტივისტები ჩვენ ვიცოდით რომ აუცილებლად ამას მოხდა დასავლური კრიტიკა იმიტომ რომ დემოკრატიული სახელმწიფო ესაც თუნდა ნატოში გაწევრება, ევროკავშირში გაწევრება, დემოკრატიის საფუძველზე ჩამოყალიბება არა თვითინება. თავისი პოლიტიკური ოპონენტების თუნდაც დამნაშავეების დაპატიმრებამდე დაკავება. 7 ნოემბრის საქმეზე ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს, იუსტიციის ყოფილ მინისტრ ზურაბ ადეიშვილს და თავდაცვის ყოფილ მინისტრ დავით კეზერაშვილს თბილისის საქალაქო სასამართლომ წინასწარი პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა.